მოკლედ ეს არის ვიდეო, რომელიც თუ 1%-ით მაინც მოგცემს мотиваციას იმაზე არა რა ვისახლი იყიდო რა. ან ძალიან პერსონალურია, ვიღაცას შეიძლება სახლის ყიდვა უნდოდეს, ვიღაცას შეიძლება ტელეფონის ყიდვა უნდოდეს, ვიღაცას წიგნის ყიდვა უნდოდეს და რაღაცნაირად არ აპრიორიტეტებდეს. განა იმიტომ რომ საშუალება არ აქვს. მე მგონია რომ თუ რაღაც აი ძალიან გინდა, სამყარო ისე გეხმარება, რომ ყველაფერი გარშემო გეგონება შენთვის არისო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ აი ამ შიშებთან და ეჭვებთან ერთად მაინც დაიწყო რა. ვარ შეშინებული კი, მაქვს ეჭვები კი, ბევრს ფიქრობ ამ ყველაფერზე კი, მიაქვს დრო ენერგია კი, მაგრამ მიღირს. მზად ვარ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო შეშინებულმა, გავაკეთო ეჭვებით, მაგრამ მაინც გავაკეთო და ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ. ეს ეჭვები და შიში ხო გაქრება, ბევრად უფრო გაზრდილი ვიქნები პიროვნულად და ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ და ახლაც, როდესაც რავი შიშით და ცოტა ეჭვებით ვაკეთებ, მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაზეც ვფიქრობდი, რომ თუნდაც ჯერ მზად არ ვიყავი რა. ანუ ჩემ თავს უნდკიცებ, რომ იმაზე ბევრად უფრო მეტი შეგძლებია და ბევრად უფრო მეტი შეგიძლია, თუნდაც შეშინებულს, რომ რა ვერც კი წარმოიდგენდი რა და ამის მერე ამას რო გადავლახავ, ზუსტად ვიცი, კიდევ იქნება ცხოვრება შეგეთ რაღაცები და ესეთი გამოცდილება რომ მექნება, იმ ყველაფერსაც გადავლახავ და გავაკეთებ.